ტაბატაძე აწვის საჯარიმოში და პირველივე წამებზე გიზო მამაგეიშვილი იყო ახლოს გოლის გატანასთან. ნახავთ ამ ძალიან კარგ გააზრებულ ლოგიკურად დაალაგებულ შეტევას განმეორებით და გამოჩნდება რომ იბერია ერთ ნაბიჯში იყო, ნახევარ ნაბიჯში მე მგონი გოლის გატანასთან. სილაგაძეა საჯარიმოში დაარტყმა და იბერიელები დაწინაურდნენ ფაქტობრივად პირველივე წუთებზე. მერვე წუთზე მოახერხა გოლის გატანა ლუკა სილაგაძემ. ალოგიკურს ამ გოლს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან იბერიელებს მანამდეც ჰქონდა შანსი, როცა გიზო მამაგეიშვილი იყო ახლოს გოლის გატანასთან იური ტაბატაძის გადაცემის შემდეგ. იური ტაბატაძე ამ შემთხვევაში შორიდან ცდილობდა გოლის გატანას სეზონში მერვე გოლისა. როგორც გითხარით, ბომბარდირთა დავაში იგი მოწინავეთა შორის გაახლავთ. ბედოშვილი მოქმედებს ძალიან კარგად. მახვილი კუთხიდან სრულდებოდა ეს დარტყმა და ძალიან ახლოს იყო ახო ბედოშვილი ამ სეზონში მესამე გოლის გატანასთან. პაპავა შორიდან მუხტი დაეცა მეკარის წინა ასეთ დროს ყოველთვის ძალიან რთულია რეაქციის მოხდენა ამა თუ იმ დარტყმის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში მეგრელიშვილმა დამაჯერებლად ითამაშა ამ ბურთზე. გადარჩა ამ ეპიზოდში აშკარა გოლს გარეჯი. მე მგონი ზაგანია ასრულებდა ამ დარტყმას, ნახავთ განმეორებით და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. ტაბატაძეა უკან დახეული და აგიაკოა შედარებით უფრო წინ პოზიციაზე. გიზი მამაგეიშვილი იყო ახლოს აქ ფაქტობრივად შეხვედრის ბედის გადაწყვეტასთან და ზედიზედ მეხუთე საგოლე მოქმედებასთან. გარეჯს გაუჩნდა სივრცე, ასე რომ ბოლო წუთები საკმაოდ დინამიურია. ახო ბედოშვილი ყურადღების ცენტრში, რამდენიმე ცრუმოძრაობა შევიდა საჯარიმოში მე-11 ნომერი და გარეჯმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა 1-1. გატანილი გოლის ავტორი კი გახლავთ გიორგი გოგოლაშვილი, როგორც ჩანს, სწორედ მან შეძლო აქ წონასწორობის აღდგენა. ნახავთ განმეორებით ამ ეპიზოდს და გამოჩნდება თუ რა მოხდა ამ ეპიზოდში.